თავის დროზე მისი უწმინდესობა იმყოფებოდა ძამას ხეობაში. დაცლილი იყო მაშინ ძამას ხეობა, ფაქტიურად სოფელ გვერდზინეთის დაცლილი იყო და მოეწონა ძალიან და გააკეთა წერილი, რომ საპატრიარქოსთვის გადაეცა მთლიანად ძამის ხეობა. მაგრამ ეს იმ დროინდელმა მთავრობამ არ გააკეთა, უარი უთხრა და მერე ავდექით ჩვენ ეპარქიამ შევიძინეთ ეს ტერიტორიები და იმ ტერიტორიებზე დღეს მონასტრებია გაშენებული. მოსახლეობა საზოგადოების ხვალწაერთვა ამის გამო არის ეპარქიის კუთვნილება რეალურად რეგისტრირებულია მის სახელზე, მაგრამ ეს მიწები არის ეპარქიის არის, რა თქმა უნდა, მონასტრებია იქ გაშენებული და მონასტერი კერძო მფლობელობაში ხო არ იქნება? სამსასულიერო პირზე არის ის კერძო მფლობელობაში და სამ ადამიანზე არა, გასაგებია. ჩვენ ხო გითხარით აგიხსენეთ, რომ საპატრიარქოს უარი უთხრეს და ჩვენ როგორც კერძო პირებმა შევიძინეთ ეს მიწები. იმის გამო, რომ ამ მიწებზე გაგვეშენებინა მონასტრები. საძოვრები ხო არ წაერთოთ ამის გამო? არა, საძოვრებიც საკუთრებაში გვაქვს, ჩვენ ზედმეტ არაფერს არ ვაფლობთ, არის საკუთრებაში. მოსახლეობა ამბობს, რომ საძოვრების გარეშე დარჩა. მოსახლეობა ყველაფერს ამბობს. თქვენ მტკიცებულება მოიპოვეთ ოფიციალური არის მაგის საშუალება და წერია რომ სამსასულიერო პირს აქვს ყველაზე დიდი მიწა ამ დასახლებაში, ამ არა, ის ოფიციალური იმაში არის შეცდომა მამა სტეფანესთან დაკავშირებით 7 გექტარი ჩვენ უკვე გავეცით. ის ჩვენ აღარ გვეკუთვნის. და მეორედ ჩვენ გავაკეთეთ ეს მიწები, იმიტომ ავითვისოთ რომ უცხოტომელები შემოდიოდნენ და მათ უნდა ეყიდათ ეს მიწები. და ჩვენ აი სპეციალურად ეს გავაკეთეთ რომ ეკლესიას დარჩენოდა. ეკლესიის მიწა იგივე ერის მიწა არის. თუკი დაჭირდა ქვეყანას, ჩვენ ქვეყანას მიცემთ ამ მიწებს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი მცხოვრებლები სასულიერო პირებისგან ყიდულობენ იგივე თივას. არა, თივას ყიდულობენ, ახლა ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ თივა მოიპოვოთ და თივა გავყიდოთ, რითი უნდა ვიარსებოთ? საარსებო საშუალება თქვენ გაიკითხეთ მონასტრებს, საიდან აქვს, როგორ შოულობენ, როგორ არსებობენ საერთოდ. მრევლი იქ არ მიდის, შემოწირული იქ არ არის და რა უნდა გააკეთონ? თიბავენ და მიწა სამუშაოები და აქედან აქვს შემოსავალი. არა საეკლესიო წესებით ცხოვრობენ გარკვეული სასულიერო პირები. გუშინ გააკეთეთ თუ მოусმინეთ. ეხლა ჩვენ ყავს 350 სასულიერო პირი. 350-დან 12-დან ერთი იყო იუდა გამცემელი, ხო? 350-ში არ იქნება 1-2 ასეთი ადამიანი? მე უფრო მფარველობსო მათ. ვერაუს რო სადნახეს რომ ფარველობ. პირველ რიგში ჩვენს ეკლესიაში პირველმა მე შემოვიღე დაჟა. ისა მღვდელმოქმედების აკრძალვით. გაიკითხეთ სხვა მღვდელმთავრებს შეეკითხეთ, პირველმა მე შემოვიღე, როცა არასწორად იქცევა, აუცილებლად მიიღებს საეკლესიო საჯილს მღვდელმოქმედების აკრძალვას. ეს რაოდენობა ხარისხში გადავზარდოთ. ამას დრო ჭირდება. აი ახლა ათონის მთაზე თქვენ რო ჩახვიდეთ, ტრადიცია არ გაწყვეტილა და ძალიან სერიოზული შეცდომებია დაშვებული იქაც. არა ნაკლები. ეს ერთი ორგანიზმია, რაც ერში ხდება, ის ბერში ხდება. რაცერიო, ის ბერიო, ხო გაგიგიათ? აქედან გამომდინარე. იქით იყოს რაც ბერიო ისერიო, ჩვენ არა, ჩვენ რა თქმა უნდა მაგალითის მიცემით ჩვენ უნდა ვიყოთ. ცდილობენ კიდეც ამას და კარგებს რატო არ ხედავთ? ძალიან ბევრი კარგი ყავს. აი რამდენი პრობლემა იყო ამ ეპარქიაში. იყო გადაცვასთან შეუთანხმებელი პროექტები, იყო კინწვის ინდაც ურბნისის გალესვის და თქვენი სახელი რა ქვია თქვენ? ხალბატონო იზოლდა. იცით რომ ურწმუნო ადამიანი და ურწმუნო მთავრობა მორწმუნეებს ებრძვიან და ეკლესიას ებრძვიან. არ იცით ამის შესახებ? ისე შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ. ამათია ტელევიზია, ამათია საინფორმაციო საშუალებები, ყველანაირად შემოგიტევენ. ამიტომ თქვენი ფუნქცია არის სიმართლე დაადგინოთ, სიმართლე. ამათ ნაკარნახევით კი არ უნდა იმოქმედოთ. მთავრობა რასაც გიკარნახებთ. ეხლა წყარო რო ამბობდი ჟურნალისტები და წყარო მოიპოვეთ, საიდან მოიპოვეთ? უშიშროებიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ძალიან კარგად ვიცი, ჟურნალისტმა მითხრა ერთ-ერთი მორწმუნე ჟურნალისტია, თქვა რომ იქიდან გვაქვს წყარო. გებძვიან თქვენ მე უფრო იქიდან ან მე კი არ მებძვიან, მართლმადიდებლობას ებძვიან. ჭეშმარიტ სარწმუნოებას ებძვიან. იყო აქამდეც მსგავსი შემთხვევა. რა თქმა უნდა, ეს საუკუნეების განმავლობაში ასე იყო. მაინც როგორ განვიხილოთ ეს ძვირადღირებული მარმარილო, რომელიც დააგეთ კინწვისში მაგ. აი, როგორ განვიხილოთ და ჩვენ როცა ვეუბნებოდით და წერლობით წერდით რომ დაგვეხმარეთ რაღაცაში, გუგულებელ ყოფთ, იმიტომ რომ მთავრობიდან იყო ეს დავალება. რომ ჩვენ ეპარქიაში ყველაზე ნაკლები არის აღდგენილი ტაძრები. ამას რატო არ სწავლობთ? არ აღადგენენ, არ უნდათ რომ აღადგინონ. აგე გვერდზინეთში გაიარეთ. მე-6 საუკუნის ტაძარია. ვთხოვთ, წერილობით მივმართეთ ძეგთა დაცვას.
არ მოდიან და არ აკეთებენ. აი ფაქტები. არც უფლებას გვაძლევთ ჩვენ გავაკეთოთ. მაგრამ ეს მარმარილო მაინც რა შუაშია, ხო ყინწვის ერთადერთია. მარმარილო ყველაზე ძვირფასი გავიმეტეთ იქ. ყველაზე ძვირფასი. იქ იყო ჭუჭყის ბუდე. ჭუჭყის ბუდე იქ. ეხლა არის სისუფთავე და სიწმიდე არის. ეხლა თქვენ აპირებთ რომ აყაროთ ეს მარმარილო. რატო უნდა ავყაროთ? ძალიან კაი მარმარილო არის. შეთანხმდით უკვე ზეკუთადაც. არ შევთანხმებული ვართ. მე უფრო ქარელის ვიცე-მერმაც განაცხადა რომ ძვლებს აქვთ მიტაცებული მიწები. ალბათ თქვენ გახსოვთ ეს განცხადება და იგი მოგვიანებით სამსახურიდან გაათავისუფლეს. თვითონ წავიდა სამსახურიდან, რაიც არ გაუთავისუფლებელი. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას? არა გვაქვს მითვისებული. მოითხოვა? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, არავის არ ვავიწრებთ, არავის არ ვდევნით. პირიქით ხელშეწყობა გვაქვს, ყველანაირად ვეხმარებით. ფერმა ქონდა უთხარით ეკომიგრანტებს აჭარებს რომ შემოსულიყვნენ და დასაქმებულიყვნენ, არ ვისურვეს. ალბათ იქიდან გამომდინარე რომ თვითონ მუსულმანურ სარწმუნოებას მიეკუთვნებიან, ჩვენ ქრისტიანები ვართ და ამ ურთიერთობას თვითონვე ერიდებიან. მადლობა რომ გაჩერდით და